გუდა გუდა თოლის გუნდა მე თამაშოს ვისაც უნდა გუდა გუდა თოლის გუნდა მე თამაშოს ვისაც უნდა დაბა დაბ დაბ სკაპ 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 დაბა 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 დაბ ციდან გამოვიქეცი ციდან გამოვიქეცი დარარირარირა დაბ 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 ციდან გამოვიქეცი ხო ადიდა ხალღუნა ლა 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 აბა იმღერე სინც ლა 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 და მითხარი ვირგავიგე გოგო ვისაც უნდა ხო ლა 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 გუდა გუდა თოლის გუნდა მე თამაშოს ვისაც უნდა ლიზას არძინოს ვერ და ჯერ არიძინებს მოკლედ და ჩამოხსნათ ამას ახლა ვერ დავაუთოვებ სოსორომო მე იმიტომ ახლა მაინც არ მომცემს საშუალებას საღამოს სოსორომოა დავაუთოვებ მე ხო ვიყიდე ელექტროსაშრობი გახსოვთ შეგენ თქვენ შორკები რომ უნდა დაკიდო და აშრობს ხო ვიყიდე ეგ და ვეშურკები მინდა ახლა რა რომ იმიტომ რომ აქ ფანჯარა უკვე დაკეტილი მაგრამ ძალიან გვიან შრება ეს გვიან შრება ესე ვაშრობ რა ვქნა აივანი როცა არ აქვს ესე ხდება სადღაც ხო უნდა გავაშრო ესენი ძალიან ხშირად მჭირდება ეს პლიონკები ამას ვიყენებ როგორც ლილეს რაღა იყო და ლიზას ზეწრად როგორც ზეწარი ისეც ვიყენებ კალიასკაში ვუფე და როგორც ისა დასაფენი გამოსაცვლელად რა ბევრამეში გამოსადეგია ძალიან მე ლილესთან არის ლოგინი შემოტანილი აქ ესე უყრია და საღამოს დავაუთოვებ ამ ბარკლებს რა უყოს დედამ გადაყლაპოს ორგანიკი ბარკლები გადაყლაპოს ხო ვაიმე დიდაში ვაიმე მამა რამდენის მაგივრად ვაკოცო და ვუკბინო რამდენის მაგივრად მითხალი მენაკეცები დედასიო რა არის რამე უნდა მითხრათ ვაიმე ეს რა არის ქალო რა ქვია ამას რა ქვია მითხალი ლაგიკოს დედამ გოგო როგორ გადაურჩები შენ დედას როგორ დავანებო თავი ეს როგორ გადამირჩეს ეს ფეხები რა თეთრია უყურეთ ლიზას არ ძინავს ჯერ ესე ვტოვებ ხოლმე ეტლში და
აქედანვე ვაჩვევ, რომ თავისით თვითონ ჩაიძინოს. ბევრს ბორგავს, ზოგჯერ არ გამოდის, დარწევა ჭირდება, ზოგჯერ გამოდის, მაგრამ ნელა-ნელა მიეჩვევა, რომ თვითონ უნდა ჩაიძინოს და როგორც ლილე, უბრალოდ ლილეს გვიან მივაჩვიეთ. ნუ ვიღაცისთვის გვიან, ვიღაცთვის ადრე ლილე იყო 8 თვის, რომ უკვე დამოუკიდებლად ვაწვენდით, ვტოვებდით ლოგინში, თავის ოთახში და ვუხურავდით კარებს და თვითონ იძინებდა. ხო და ლიზას უფრო ადრე დავაწყებინე, 2 თვიდან ეს დატოვება ეტრში და თვითონ ჩაძინება, რომ მომავალში 1 თვის მერე უფრო გამარტივდება, მერე კიდე უფრო გამარტივდება და ესე თავისი თვითონ ისწავლის ჩაძინებას. ნუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისაც თვითონ იძინებს, არ წევ ხელში არ ვაძინებ ლიზას. არასდროს არ დამიძინებია ხელში. ყოველთვის უბრალოდ დარწევით და დედი როცა ვსაუბრობ, ჯერ უნდა დავამთავრო ლაპარაკი და მერე შემდეგ ილაპარაკო, გასაგებია? ხო და ეხლა დატოვებული მყავს ეგრე, იმედია დაიძინებს. თუ არ დაიძინა და მე უკვე მივეხმარები დარწევით. ეხლა იმედია მე და ლილე ჭამას, ნუ მე ლილე მოასწრებს, ლილეს რა აქვს მოსასწრები და იმედია მე მოვასწრებ. აი ეგრე ვავლებ. ოქნა. ოქცარა. ახლა სარამისიულება მე უკვე ვჭამე. სარამისიულება ყავაც დავლიოთ. ოკეი. მოვასწროთ ხო რაღაცები. ამჭიქით დავლიოთ. ჭურჭელი ღამე. არის რაღაცეები, რასაც ვაკეთებ. სოსოს მოსვლამდე, ნუ შეძლებს დაგვარათ ახლა რამდენად დამაცდის ლიზა. ხან არის რომ საერთოდ ბავშვებო ელემენტარული ლილეს თუ ვაჭნევ ხოლმე, აი საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ისე მიმაჯაჭვებს ხოლმე თავისთან. საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ხოლმე, არამც თუ ჭურჭელი, არამც თუ დაპილასოსება, აი საერთოდ რომ არ იძინებს, როგორ იძინებს იცი? თუ დაარწევ, არის ხომ ეგეთი დღეები, თუ დაარწევ, აი სანამ არწევ გაჩუმებულია და ვითომ ძინავს, თუ გააჩერებ, ღავს. ხო, ეგეთი დღეებიც მაქვს ხოლმე. მაგრამ არის ხოლმე დღეები, როცა რაღაცებს ვასწრებ, მაგალითად როგორც დღეს ახლა. ვასწრებ სარეცხს, ჭურჭელში დროსა ვერ დავკარგავ, ჭურჭელი ყოველთვის ირეცხება საღამოს. სოსო როცა მოდის, თუ გამომართმევს ბავშვს, მერე რეცხავ ხოლმე ჭურჭელს. ახლა მარცივარიც უნდა მივალაგოთ მე და თქვენ. ეგეც უნდა მოვასწრო, სანამ გაიღვიძებს იმედი მაქვს. ოღონდ ჯერ ყავს და ლილე პარალელურად ლაპარაკობს ჩემთან ერთად, ხო? ჩემთან ერთად სამ ლაპარაკობ, ხო შენ? ეს ლაპარაკობ და შენ ლაპარაკობ, ხო? ლილე ცოტა ჩუმად გეხოწები რა. ხელია წყალი ხელი მეწება. შევხედოთ თან თორე
ეხლა ეს უნდა გავწურო, ხელმეორედ უნდა ჩავყარო და კიდე უნდა გავავლო. всё, ეხლა კიდე მე ჩავარდა. რთულია ესე გავლება ძალიან. კიდე გამოდიდე რა არის აქ საყურებელი. იმდენად მოკლე ონკანები აქვს, აი რომ ვერ გამოიყენებ, განახებ. ნახე მოკლეა. ეს დავისი. ხო ხვდებით დაახლოებით რა მაგრად ვიღლები. აი მე ვფიქრობ ხოლმე რომ აი აქ რაკოვინაში გავავლო იმ ჯამში რა. პროსტა დრომია, ის ჯამი პატარაა და ყველა არ ეტევა და ამის დასაბან ტაშტში ერთიანად ივლება, აიგე, ან მთლიანად ვყრი და ერთიანად ვავლებ და აქ უნდა აყარო წიოწიოთ და წიოწიოთ ავლო რა. მაგრამ დღის ბოლოს ვარ ხოლმე აი გადაქანცულე. ძალიან დაღლი. და კიდე ლაივს ვასწრებ, ვლოგებს ვასწრებ ხოლმე. ეხლა ცოტა ყოველდღიური ვლოგები იქნება და შედარებით უფრო რთული იქნება ჩემთვის, მაგრამ არა უშავს შევძრებ. ჩემ თავთან მაქვს ეს გამოწვევა უბრალოდ რა. რამდენად შევძრებ ყოველდღიური ვლოგების აი ამ ჩელენჯის ბოლომდე მიყვანეს. და მაინტერესებს თქვენი აზრიც, რამდენად კარგი იქნება და თუ მოგეწონებათ ჩემგან ყოველდღიური ვლოგები. დავალაგეთ წეღან. ეხლა ის რამდენი დრო გავიდე იმის მერე ლიზამ არ მომცა საშუალება რომ გამეგრძელებინო. ეხლა დავამთავროთ ამის დალაგება. რო არ მოგატყუოთ 40 წუთზე მეტი რა, საათი ალბათ გავიდა. გავაგრძელოთ ისევ.
Коти. ახლა უკვე ჩემი მოწესრიგების დროა და მე ჭუჭელი უნდა დავეცხო.